მოგესალმებით კიდევ ერთხელ შუადღე ობიექტივზე აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი. მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. Აქტუალური თემა საქართველოს კონსტიტუცია, საყოველთაო სახალხო განხილვა, რომელიც სამწუხაროდ ბოლო განხილვა თბილისში ვერ შედგა და ჩვენ ვნახეთ ძალიან ცუდი დაპირისპირება მოსახლეობასა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. რაც საკმაოდ ცუდი შედეგი იყო და ხალხისთვისაც პირველ რიგში ეს არ იყო მოსაწონი, რაც მოხდა ფილარმონიაში. ახლა უკვე დაიგეგმა, რომ საყოველთაო სახალხო განხილვა კიდევ 10 რეგიონში მოხდება, თუმცა ჩვენ არ გვექნება საშუალება, რომ პირდაპირი ტრანსლაცია ვიხილოთ საყოველთაო სახალხო განხილვის. ალბათ ეს ხალხისთვისაც ერთგვარად არ იქნება მისაღები, რადგან ჩვენ ვისმენდით ხალხის პოზიციას და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც ვისმენდით. Როგორ ფიქრობთ, საერთოდ უნდა შეიცვალოს თუ არა საყოველთაო სახალხო განხილვის პროექტი, როგორც ესეთი, ეს არ გავდა საყოველთაო სახალხო განხილვას, რადგან ხალხი, რომელიც ესწრებოდა ამ განხილვებს, მათ არ ქონდათ ელემენტარულად ტექსტის გაცნობის საშუალებაც, კი თუ რა ცვლილებებზე იყო საუბარი კონსტიტუციის პროექტში. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. აღარაფერი დარჩა სახალხო განხილვისგან ამ პროცესში. არაფერი სახალხო განხილვა ეს აღარ არის, იმიტომ რომ ვერანაირად საზოგადოება ვერ მიიღებს ინფორმაციას, თუნდაც ისე, როგორც იღებდა მაგალითად იმ 10 განხილვის პროცესში, როდესაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა განხილვის პროცესი, ადამიანები ისმენდნენ არა მარტო ხელისუფლების პოზიციას, არამედ ძალიან ბევრ განსხვავებულ პოზიციასაც, რომელიც არ ეთანხმებოდა ხელისუფლების ხედვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ის რაც მოხდა თბილისში, რა თქმა უნდა, კარგია რომ აქამდე არ მიდიოდეს ხოლმე პროცესი და აქამდე არ მიდიოდეს ხოლმე გართულება და რადიკალიზაცია სიტუაციის. მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვა ალტერნატივა და სხვა არჩევანი არ დატოვოს, არც საზოგადოებაში, არც პოლიტიკური პარტიებისათვის და არცად. შესაბამისად, ის რაც მოხდა თბილისში, ეს იყო ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომა თბილისშიც და მთელ მანამდე ჩატარებულ 9 თუ 10 შეხვედრაზე, რომელიც იყო სხვადასხვა ქალაქში. რას გულისხმობ? პირველ რიგში იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სახალხო განხილვის პროცესი, საჯარო განხილვის პროცესი ჩაატაროს თავის ადმინისტრაციულ აქტივთან და ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად. ანუ ყველა ქალაქში, რომელშიც და მე თითქმის ყველა ქალაქში გახდით ამ შეხვედრებზე, ყველა ქალაქში იყო მობილიზებული 80-90% ადგილობრივი ადმინისტრაციული რესურსი. გამგეობის თანამშრომლები, გუბერნიის თანამშრომლები, სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულებების თანამშრომლები, რომელთაც რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლება დარწმუნებული ვარ, გარკვეული შანტაჟის კუთხით ამ ადამიანების მობილიზებას ახდენდა, იმიტომ რომ რავის არ უნდა სამსახურის დაკარგვა ყველას გვესმის. თუმცა ამ ადამიანებსაც კი ძალიან უჭირდათ ამ ადამიანებს ტაში დაეკრათ იმ სისულელეებისათვის, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ამქარი ტრიბუნიდან და სცენიდან გვიყვებოდნენ ხოლმე, როგორ უნდა საზოგადოების განწყობის საწინააღმდეგოდ პრეზიდენტი ავირჩიოთ ხმოსნებით და არა პირდაპირ წესით, როგორ თურმე ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, ესე უნდა თავხედურად წაიღოს ქართულმა ოცნებამ და როგორია ახლა მითხარით ამისათვის ტაშის დაკვრა, რაც უნდა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენელი იყო. ძალიან რთულია. როგორ უნდა გაიყიდოს მიწები და როგორ უნდა გასწრიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს საერთოდ აგიჟებდა საზოგადოებას, ვისი მომხრეც არ უნდა ყოფილიყო და რა პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ქონოდა და ბუნებრივია ეს. იმიტომ რომ საქართველოში 95-17% დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, რომ მიწა არ შეიძლება გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. მაგრამ ხელისუფლება, როდესაც ამას უყვებოდა საზოგადოებას, ძალიან სერიოზული დისკომფორტი ჰქონდათ იმათაც, ვინც ახლა ხელისუფლების მოყვანილები იყვნენ. ამას ემატებოდა ის, რომ ძალიან აქტიურები ვიყავით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ოპოზიცია პოლიტიკური და გარდა ამისა თვითონ აი იქ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ხო? ძალიან გაუჭირდა ხელისუფლებას ამ ადამიანებისგან დაებლოკა მთელი შეხვედრები. ზუგდიდში ეს მოახერხეს. ზუგდიდში რომ გაიღო კარები, ჭადრაკის სასახლის, გადაჯეჯგილი იყო უკვე მთელი დარბაზი. არათუ დასაჯდომი ადგილები, ფეხზე დასადგომი ადგილებიც კი არ იყო, იმიტომ რომ უკანა კარებიდან შეუყვანიათ მთელი თავისი რესურსი. თუმცა იქაც კი განსხვავებულმა აზრმა მაინც გაიჟღერა, როგორც ეთქობა შეეპარათ.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებამ დაინახა რომ ჩვენ იმდენად საზოგადოებას აუხსენით რომ ეს აღარ არის არაფერი სახალხო განხილვა, ხელისუფლება თავის ტაშმეიკერებთან ერთად განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ ამ კონსტიტუციას, შემდეგ იძულებული გახდნენ რომ ასეთი 100%-იანი მობილიზება ვეღარ მოეხდინათ და პრაქტიკულად ჩაუვარდათ ბათუმი, ჩაუვარდათ პრაქტიკულად იქ თელავი ჩაუვარდათ, მცხეთა ჩაუვარდათ უამრავი ქალაქი და ბოლოს ჩავარდა, რასაც ქვია სრულიად მსვლელობით ჩავარდა თბილისი. ანუ საზოგადოებამ დაინახა როგორ ძალადობს ხელისუფლება კონსტიტუციაზე, როგორ დრაკონულ კანონებს გვთავაზობს კონსტიტუციაში ჩასაწერად საარჩევნო სისტემის მხრივ და ამიტომაც საბოლოო ჯამში თბილისში ამ ყველაფერმა აკუმულირება ჰპოვა და თბილისში ამ ყველაფერმა მაქსიმალური ძალით იფეთქა და ამიტომაც ფილარმონიაში 2000 კაცი რომ მოიყვანეს ტაშის დამკვრელი 300-400 კაციანმა ჯგუფმა პრაქტიკულად იქ პროცესები წარმართა და იმ 2000 კაცმაც კი დაინახა რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ როგორ უნდა გაილაშქრო, როგორ უნდა გამოხვიდე, ხა რაცა უნდა სახელმწიფო რესურსის წარმომადგენელი იყო და იძახო რომ მიწა უნდა გაიყიდოს არაბებზე და ირანელებზეო. როგორ უნდა იძახო რომ ყველაფერი ერთ პარტიას უნდა დარჩეს და ეს არის დემოკრატია. და მოგეთ როგორ უნდა იძახო ის რის იძახებაც არ გინდა. შესაბამისად ხელისუფლებამ დაინახა რომ ჩაუვარდა ეს პროცესი, თბილისი ჩავარდა და გადაწყვიტა გაიქცეს თბილისიდან. ეხლა წესი და რიგით აქ უნდა დასრულებულიყო, ასე იყო ჩაფიქრებული ხელისუფლებისგან, რომ ამ 10 შეხვედრაში უნდა დასრულებულიყო სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი 10 დღეში. სწრაფად თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ ძალიან ცუდი შედეგი მიიღეს. მათთვის საწინააღმდეგო. ამიტომ გადაწყვიტეს რომ მოდით ეხლა რა ვქნათ, თუ დავასრულებთ ამ ფიასკოთი შეხვედრებს ანუ გამოვა რომ ხელისუფლება მთლიანად წააგო საკონსტიტუციო განხილვის პროცესი 100-0, ხო? ამიტომაც ამის გაკეთება არ შეიძლება, რა ვქნათ, თბილისში საშიშია, ეს გიჟები კიდე მოგვივარდებიან და კიდე ჩაგვიშლიან ყველაფერს, ამიტომ მოდი ახლა მთაში წავიდეთ. მაღალ მთაში წავიდეთ და გადაწყვიტეს ხულოში, მესტიაში და რაც შეიძლება ზევით არ ვიცი შეიძლება უშგულში ჩაატარონ, არ ვიცი. მოკლედ გადაწყვიტეს რომ რაც შეიძლება გაიქცნენ თბილისიდან შორს მაქსიმალურად ზევით რომ როგორმე ამათგან თავი დაიცვან. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ არათუ თბილისიდან გაიქცნენ. არამედ უკვე საზოგადოებისგან გარბიან ზოგადად, იმიტომ რომ იმ მესტიიდანაც, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ექნება პოზიცია, თუ მაინდა-მაინც საარჩევნო სისტემის მიმართულებით არ იქნა იგომი, დარწმუნებული ვარ, ხმალამოღებული ბრძოლა იქნება მიწებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ხულოშიც ესეთი დამოკიდებულება იქნება და ყველგან სადაც ჩავლეთ. აი ესეც კი რომ არ დაინახოს ახლა საზოგადოებამ, ხო? ამიტომ ტრანსლაცია უნდა გავაუქმოთ. რაღა დარჩა ახლა იქ სახალხო განხილვის პროცესისგან? არაფერი. ხელისუფლებას უნდა შეკრიბოს ადმინისტრაციული რესურსი, თან თავს აზღვევს რომ ეს ყველაფერი არ გავაშუქოთ, რომ ვინმე მემან სადმე გასხოვებული აზრი არ მოისმინოს და თბილისში რომ დაუბრუნდებით, ისევ არ დაგვამხონ თავზე ჩვენი ასე ვთქვათ შეთავაზებული კონსტიტუცია. აი მეტი სავალალო და კრიტიკულ სიტუაციაში ხელისუფლებამ როგორ უნდა აღმოიჩინოს თავი ხო ვერ მეტყვით. მედურება სად უნდა დაემართოს ხელისუფლებას, რასაც ქვია ეს კონკრეტული პროცესი საჯარო სახალხო განხილვის პროცესი კონსტიტუციის. და თუ ხა თბილისს დაუბრუნდებით, კიდევ ვიტყვი რომ იქ არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად საკონსტიტუციო მიმართულებით პროტესტი, რა თქმა უნდა ამით დაიწყო ყველაფერი, მაგრამ როდესაც ეს ახალგაზრდა ბიჭი სრულიად გამოუცდელი პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და დაიწყო ლანძღვაგინება ამ საზოგადოების და შეურაცხყოფა რომ თურმე ჩვენ ვართ ბოლშევიკები თურმე ჩვენ ვართ რახან სოლიდარობაზე იყო საუბარი და სოლიდარობის მიმართულებით იყო მოთხოვნა ახალგაზრდების მხრიდან ეს იყო თურმე კომუნისტური სოლიდარობა თვითონ თურმე დადის ილია ჭავჭავაძის გზით და ჩვენ დავდივართ ყველანი ბოლშევიკების და კომუნისტების გზით. არადა ილია ჭავჭავაძე ამბობდა სწორედ რომ ხიზნებზე მიწა არ უნდა გაიყიდოსო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეო და ის რაც გაყიდული იყო უკვე და დაგირავებული და წართმევის პირას მისული მაგის გადასარჩენად საადგილმამულო ბანკი შექმნა ილია ჭავჭავაძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად და დაიწყო ამ მიწების გადარჩენა და ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაბრუნება და ეს ბატონი კობახიძე გვეუბნება რომ მიწა არ უნდა დავიცვათო კონსტიტუციითო, მაგრამ მე დავდივარ ილია ჭავჭავაძის გზითო. და თქვენ რო იძახითო რომ მიწა არ უნდა გაიყიდოსო, თურმე კომუნისტების გზით დადიხართო. და ბოლშევიკები ალბათ ეხა შეიძლება ის იგულისხმარო მთელი ქვეყანა უმრავლესობა ვარ და ის უმცირესობაში თუ
თუ ამ კონტექსტში იგულისხმება ბოლშევიზმი, მენშევიზმი, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სრულიად არაადეკვატური შეფასებები, ერთი რომ არაადეკვატური და მეორე შეურაცხყოფელი. მერწმუნეთ იქ რომ არ ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი შეურაცხყოფელი მიმართვები საზოგადოების მიმართ, ხო? და განსხვავებულად მოაზროვნე და განსხვავებული ხედვების მქონე ადამიანების მიმართ. არ დავაკონკრეტებ ხა პოლიტიკოსებიც იყვნენ, საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტების და ასე შემდეგ. მერწმუნეთ იქ პროცესი წარიმართებოდა, ისე არა როგორც აქამდე იმართებოდა. 3 საათი რო ვისხედი და უსმენდი და არ თავდებოდა ამ ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებები, 9 საათიანი თუ როგორი კარგი არის, ყველაფერს რო ქართული ოცნება წაიღებს, ხო, მანდატებს. ამას რო გვიმტკიცებდნენ საათობით. და მერე კითხვის რეჟიმი იყო, მაგრამ არ წარიმართებოდა ასე, იქნებოდა თავიდანვე კითხვა-პასუხის რეჟიმი, ანუ ინტერაქტივი იქნებოდა თავიდანვე ამ მონოლოგების გარეშე. მე თუ მკითხავთ, ესეც ძალიან ნორმალური პროცესი იქნებოდა და საინტერესო საქმისთვის. მაგრამ ხელისუფლებამ ის რომ ეს არ შედგა და არ მოხდა, ეს პირდაპირ პროპორციულად პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურება იყო, ისეთი გააცოფა მთელი საზოგადოება თავისი უტიფარი შეურაცხყოფებით, რომ იქ ცოტა კიდე რომ გაეგრძელებინა, მე არ გამოურიცხავ ამდენი შეურაცხყოფის შედეგად ეს ადამიანები აღმოჩენილიყო სცენაზე. არც მაგას არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ როგორია ხა, თქვი ხარ დარბაში, იცავ ყველაზე მთავარ ღირებულებებს, რაც კი შესხორებაში და შესქვეყანაში ტრადიციულად და საუკუნეებით არსებობს და გამოდის ვიღაც ადამიანი, რომელიც ერთი წლის წინ მოვიდა პოლიტიკაში, უცებ გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და გვაბრალებს ყველას, რომ თქვენ ხართ კომუნისტები და ბოლშევიკები და იქ რუსეთუმეები და ასე შემდეგ და რაღაც უბედურებებს აბრალებს ამ ადამიანებს, ეს ყველაფერი რო არ გადაიზარდა გაცილებით ფრუდით კონფრონტაციაში. მადლობა უნდა თქვას პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ამას გადარჩა რა. ჩვენ მაყურებელი გვიკავშირდება ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით. მიწასთან დაკავშირებით მოკლედ მთელი მოსახლეობა ძალიან შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ ამ საკითხით. აი რას გვალაპარაკებენ ამდენს, რას ვითხოვთ ისეთს, რაც სხვა ცივილურ ქვეყნებში არ ხდება. მით არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ბუნებრივია, რომ ყველა აღშფოთებულები ვართ აი ამათი საქციელით და ეხლა ბევრი რა ვილაპარაკო, ძალიან კარგად იციან ხალხის პოზიცია და ბოლოს და ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვინ კითხავს, რომ ეკაგიგაურმა შეუდანია საკითხი, რომ აკრძალვაშვილის შესახებ და მან უარი უთხრა და ხალხის ნებას უნდა გამოხატავდეს და რა უნდათ ეხლა მათ წინ გავიდეთ და იქ დავიწყოთ საპროტესტო აქციები. ხო და აუცილებლად უნდა იყოს კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ იყოს გარანტირებული, რომ ყოველ მთავრობის მოსვლაზე არ დაიწყოს ამ საკითხებზე კამათი და ისედაც ბევრი პრობლემები აუცილებლად. დიდი მადლობა, აბსოლუტურად აი ძალიან ლოგიკურად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბა ქალბატონმა ყველა ის ნიუანსი და დეტალი, რომელიც პრობლემატურად დგას მიწასთან დაკავშირებით. დიახ, ხელისუფლება, რაც ამდენი შეხვედრა ჩატარდა, მუდმივად იყო საუბარი მიწასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად უყენებდით საკითხს, რომ იქნებ ის პოზიცია მაინც გითხრათ, რომ რატო არ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში. რა არის ასეთი არგუმენტი? ჩვენ გვაქვს ეჭვები. ძალიან სერიოზული ეჭვები, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული ინტერესი, ძალიან დიდი რაოდენობით და რაღაც გარკვეული გარიგებები მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. და არ ვიცი, შეიძლება უკვე მზად არის რაღაცა შეთანხმება რაღაცა ის ბიზნეს ჯგუფებთან, ანუ ხო რაღაცა ესეთი ტრანსნაციონალურ კომპანიებთან ვერ გეტყვით, არა მაქვს დეტალური ინფორმაცია, მაქვს ეჭვები, რომ ისეთი დაჟინებით ხდება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, კონსტიტუციიდან არიდება, თან გვეუბნებია, რომ ორგანულ კანონში უნდა ჩავწეროთ. იმას გვეუბნებია, რომ რას წერენ. ესეც არ ვიცით ორგანულ კანონში რა უნდა ჩაწეროთ. მაგრამ ორგანული კანონი აი ქალბატონმა სწორად ბრძანა, აბსოლუტურად არ არის საკმარისი დასაცავად, იმიტომ რომ რომელი ხელისუფლება მოვა ლიბერალური და ასეთი არაერთი ყოლია, ხო? მე თუ მკითხავთ, პირველი ხელისუფლების შემდეგ, რომელიც ერთი წელიც არ ყოფილა ხელისუფლება, ჩვენ მხოლოდ ლიბერალური ხელისუფლება გვყავს, ხო? ბოლო 3 და ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა და გუშინ გავრცელდა თუ გუშინ წინ მისი სტატია დიდი პრესაში, თუ რატო უნდა გაიყიდოს მიწები და როგორი კარგია მიწების გაყიდვა. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ორგანული კანონი ამას ვერ დაიცავს ვერანაირად და 76 კაცით მისი ცვლილება არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ ერთადერთი გარანტია კონსტიტუცია. გვაქვს რახან არ წერენ, გვაქვს ეჭვი, რომ არსებობს გარკვეული გარიგება დიდი რაოდენობით მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მაინც ვარაუდია და ეჭვია, ხო? რაც შეეხება ესენი ამბობენ, რომ აი საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მორატორიუმი. საუბარი არის საკონსტიტუციო კომისიის სასამართლოზე, რომელსაც მართავდა ნაციონალი პაპუაშვილი. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, აქტიური წევრი და ყველანაირად რო ცდილობდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილებები მიეღო, რომ როგორმე ნაციონალურ მოძრაობას გაჩენოდა შანსი ხელისუფლებაში დაბრუნების, ხო?
რა თქმა უნდა ამას ბევრი ახსნა-განმარტება ის ასე იყო, ეს ნათლად ჩანდა, როგორაც არ უნდა უარყონ ეს ნაციონალურ მოძრაობა. შესაბამისად, გიორგი პაპუაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ მიწას გაყიდიან კი არა. ჩვენ გავყიდიან სულ ყველა სათითაოდ. ყველაფერს ქართულს გაყიდიან აუქციონის გარეშე. ოღონდ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. არ დატოვებენ არაფერს. თუ საჭირო გახდა თითოეული ჩვენგანის გაყიდვა, გავყიდიან ყველანაირად. ამაზე უკან არ დაიხევენ. ბუნებრივია და ეს არგუმენტი ეხა ხელისუფლებას დღევანდელ ქართულ ოცნებას რომ მოაქვს, იცით რა, ქართულ ოცნებას როგორ ავქნათ ეხა კონსტიტუციაში როგორ ჩავწეროთ, იმიტომ რომ პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლო მორატორიუმი გააუქმა. ეს თურმე არის არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ვეღარ ჩავწერთ ამას. მეორე არგუმენტი, რა ვქნათ ეხა რომ ვიღაცეები რომ ჩამოვლენ საქართველოში და გახდებიან საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები. ისინი რომ იყიდიან მიწას, მე რა ვქნათ? ეს რომ დამესვა მე ეს კითხვა ლოგიკური იქნებოდა ოპოზიციასო დაესვა ეს კითხვა და როგორც საფრთხე ისე წარმოგვეჩინა. იმიტომ ეს საფრთხე არის, მაგრამ ხელისუფლება რო ამაზე აპერირებს, ეს სასაცილოა. ეს უკვე მე მგონი დანაშაულიც არის. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს საფრთხეა, ვიღაცა არ უნდა ვარიგოთ საქართველოს მოქალაქეობა, ასე მარჯვნივ და მარცხნივ ყოველი გავლენისათვის. ჩამოყვება ვიღაცა გემს სატვირთო გაყოფილებაში შემოიპარება, ამოყობს თავს აი იმაში პორტში და გადმოსული არის საქართველოს მოქალაქეობას ჩუქნით. მრავალი წელიწადი უნდა დავაკვირდით ადამიანს. თუ ის ღირსეულად იშრომებს საქართველოში წლების განმავლობაში და არის ღირსეული მოქალაქე და პერსპექტივაში და მივცემთ იმას საქართველოს მოქალაქეობას, მე მიწასაც ვარდო. ასე იულად მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება როგორც ჩვენ. აი უპრობლემოდ. ძალიან მცირე თანხაღირს სასტრაფოდ თვითდება ხვალვე ადრესად. მობილურით გვიკავშირდება მაყურებელი, მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონო გიორგი თქვენ. როდისაკენ გახდა კომუნისტი სალამძღავის სიტყვა? კაცო, წელი საბჭოთა პერიოდში კომუნისტები იყვნენ ღირსეულებიც, იყვნენ არაღირსეულები, ჩვეულებრივი ადამიანები. ვასილ მჟავანაძე კომუნისტი იყო, მაგრამ რაც მაგან საქართველოსთვის გააკეთა, არც ერთ მთავრობასო და არავის არ გაუკეთებია. რა გააჭირა მაგ საქმე, მაგ იმან კაცო. კომუნისტები ხართ კომუნისტები, რა კომუნისტები ცუდი ხალხი იყო, ერთ ვერ გავიგე. მაგათ აღარ ეჯობდნენ. გეთახმებით აბსოლუტურად მეც და მე მგონი ყველა თითოეული ჩვენგანი, ჩვენი მამების და ბაბუების თაობა ამ რეალობაში ცხოვრობდა, ამ რეალობაში მოღვაწეობდა, როდესაც არსებობდა ქვეყანა, სადაც ერთი კონკრეტული პარტია მართავდა სიტუაციას და შესაბამისად იმისათვის რომ რაიმენაირად თავიანთი შესაძლებლობები ქვეყნისათვის მოეხმარათ, ხო, ამიტომ სხვა ალტერნატივა არ იყო. ამიტომ ბაბუაჩემიც ამ პარტიის წევრი იყო, მეორე ბაბუაც ამ პარტიის წევრი იყო. რა ვქნათ ახლა, ის რეალობა იყო, მათ სხვა არჩევანი არ ქონდა და აქ ამ მიმართულებით ცდილობდნენ თავისი კარგი საქმის გაკეთებას ქვეყნისათვის, ხო? და ახლა ზოგადად მართალი ბრძანდებით აბსოლუტურად, რომ ახლა ერთი ხელის მოსმით მთელი ჩვენი 2-3 თაობა მამებისა და ბაბუების ერთად შეურაცხოთ და ვთქვათ, რომ ისინი არიან სასირცხვილო საქმის გამკეთებლები, იმათმა ეს ქვეყანა ააშენეს, ძალიან სერიოზულად წინ წაიყვანეს, გააერთიანეს, განავითარეს და მაქსიმალურად დალაგებული და მშვიდი და განვითარებული დაგვიტოვეს, ხო? თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჰქონდათ მათ მინიჭებული და ეს უბრალოდ არის ისევ და ისევ აი ეს გამოუცდელობა, აი არ ცოდნა ზოგადად პოლიტიკური რეალობის და დილეტანტიზმი, რომლითაც აი სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ჭარბად გამოირჩევა. მაგიტომ არ შეიძლება ერთი წლის წინ პოლიტიკაში რომ მოვიდა ადამიანი, ის დანიშნო პარლამენტის თავმჯდომარედ. პარლამენტის თავმჯდომარე ეს არის ყველაზე გამოცდილი პოლიტიკური ასე ვთქვათ ფიგურა და თანამდებობა ავალდებულებს მას ამას, იმიტომ რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო მთავარი, ხოლო მისი თავმჯდომარე არის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, მისი გამოცდილება უნდა იყოს უზარმაზარი. აბსოლუტურად ყველასთან კომუნიკაბელური, ყველასთან ურთიერთობის მქონე, ყველასთან უნდა კონდეს მრავალი წელი ურთიერთობა საქმიანობის გავლილი, უნდა იცოდეს ვინ რითი ფიქრობს, ვინ რას წარმოადგენს, ვინთან როგორი მიდგომა უნდა კონდეს და უნდა იყოს სრული დამბალანსებელი პოლიტიკური პროცესები. ჩვენ მოვისმინეთ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარიც. ხა რა თქმა უნდა, ხა ბატონი დავითი, ახლა ბატონი დავითი არ შეედრება. ხა ბატონი დავითი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები როგორც სადადედამიწა არის აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავებული, მაგრამ ხა იმას ნამდვილად ვერავინ ვერ დამალავს და ვერ დაფარავს და არც უნდა დაფაროს, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რაც კი საქართველოში დამოუკიდებელი ისტორია გვაქვს, აი ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს ადამიანი ამ პროცესშია ჩართული და მე თუ მკითხავთ, მან ნამდვილად თავისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში მოახერხა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ანუ მოახერხა
პოზიტიური რეიტინგის შეძენა იმის ფონზე, რაც მას დიდი გირი ჰქონდა ფეხზე გამომული რესპუბლიკური პარტიის სახით. ამის მიუხედავად, მაგიტომაც როგორც კი დამთავრდა მისი პარლამენტის თავმჯდომარეობა, ის გავიდა პარტიიდან, რომ ამ გირს კიდე არ ჩაეთრია ღრმა ჭაობში და შესაბამისად, ამიტომაც არის ზოგადად ის ნამდვილად ეხა პოლიტიკური ფიგურაა და მაგაზე ისე საქართველოში არ ყოფილა სხვათა შორის, ჯერ საქართველოში გამოუცდელი პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა, ხო? დავით ოსურბაშვილიც, გალბატონი ბურჯანაძეც, ზურაბ ჟვანიაც, ეხა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გამოუცდელი პარლამენტის თავმჯდომარე ყავდა. დღეს გვჭირს რაღაცა კატასტროფა მაგ თვალსაზრისით. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მადლობთ ყურადღებისთვის. შევახსენებ მაყურებელსა და მსმენელს, რომ რამდენიმე წუთში მე კვლავ დაგიბრუნდებით ეთერში სტუმართან ერთად და ვისაუბრებთ კვლავ საქართველოს კონსტიტუციაზე.